მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერის ცვალებას აღნიშნავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ წირვა სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში ფერის ცვალების სახელობის ტაძარში აღავლინა. ფერის ცვალების დღესასწაული 12 საუფლო დღესასწაულთა შორის არის. გილოცავთ ფერის ცვალების დიდებულ დღესასწაულს, გილოცავთ ამ დიდებული ტაძრის დღესასწაულს. უფალი იესო ქრისტე მოვიდა ამ დედამიწაზე იმისთვის, რომ ჩვენ ფერი ვიცვალოთ ყველა, ვინც ვართ მოსულნი ეკლესიაში, ვინც მოვედით ღმერთთან. უფალმა მოგცა რწმენა, მოგცა როგორც ჯილდო. და ეს ჯილდო არ მოუწია ჩვენი დამსახურებებისთვის ან რაიმე შრომისთვის. არამედ იმიტომ მოგცა, რომ დაინახა ჩვენში ფერის ცვალების შესაძლებლობა. ფერის ცვალების შესახებ მან დაიწყო ქადაგება დასაწყისშივე, როდესაც ხალხში გამოვიდა და თქვა, შეინანეთ, რამე თუ მოახლოებულია ცათა სასუფეველი. უფალი იესო ქრისტე მოვიდა დედამიწაზე სისხლი დაღვარა ჯვარზე, რომ ჩვენი ცხოვრება გარდაქმნას და ფერი უცვალოს. რას ნიშნავს ფერის ცვალება? რომ ჩვენ უარესებიდან გავხდეთ უკეთესები. არა რომელიმე ფილოსოფიური მოძღვრების თუ მოძღვრის თვალსაზრისით, არამედ თვით ღმერთის თვალსაზრისით. ეს გზა ფერის ცვალების და ეს საქმე ფერის ცვალების უნდა იყოს ჩვენი მთელი ცხოვრების საქმე.